როცა ეთიოპიაზე ვსაუბრობთ, ბევრს პირველ რიგში გვალვა და ვრცელი ველები ახსენდება. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ეთიოპია ასევე ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანობის ცენტრია მსოფლიოში. მის მთებსა და მიუვალ ადგილებში ძველი ეკლესიები, ხელნაწერები, სამარხები და მონუმენტები მდებარეობს, რომლებიც დღემდე ბოლომდე არ არის გაგებული. და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია გარიმას სახარებები. ეს წიგნები მდებარეობს აბაგარიმას მონასტერში, ტიგრაიში, ჩრდილოეთ ეთიოპიაში. ისინი დაწერილია გეეზურ ენაზე, უძველეს ენაზე, რომელიც დღემდე გამოიყენება ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიურ მსახურებებში. დიდი ხნის განმავლობაში ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობდა, რომ ეს ხელნაწერები მხოლოდ შუა საუკუნეებში შეიქმნა. მაგრამ როდესაც პერგამენტის მცირე ნაწილები რადიოკარბონული დათარიღებით გამოიკვლიეს, აღმოჩნდა, რომ ისინი უფრო ძველია, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. ეთიოპიის მემკვიდრეობის ფონდის მიხედვით კვლევამ აჩვენა, რომ ორი მთავარი გარიმას ხელნაწერი შესაძლოა შექმნილი იყოს მე-5 საუკუნის ბოლოსა და მე-7 საუკუნის დასაწყის შორის. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი გვერდი შესაძლოა 1400 წელზე მეტი ხნის წინ იყოს შექმნილი. თუმცა, წიგნებში მხოლოდ ტექსტი არ არის. ასევე არის ფერადი ნახატები, სახარების მწერლების, დეკორატიული ორნამენტები და გვერდები, რომლებიც აჩვენებს, როგორ არის დალაგებული ბიბლიის ნაწილები. ოქსფორდის უნივერსიტეტის მიხედვით, ესენი ყველაზე ძველი შემორჩენილი ეთიოპიური სახარების წიგნებია და ასევე ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ხელნაწერია, რომელსაც სრული ილუსტრაციები აქვს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ ეთიოპიაში უკვე არსებობდა განვითარებული ქრისტიანული მწერლობისა და ხელოვნების ტრადიცია, იმ დროს, როცა ადრეული ქრისტიანობის შესახებ ისტორიები ძირითადად ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში იყო კონცენტრირებული. მაგრამ არასწორია იმის თქმა, რომ ამან დაამტკიცა თითქოს ილუსტრირებული ქრისტიანული ხელნაწერების ტრადიცია პირველად ეთიოპიაში დაიწყო. არსებობს სხვა უძველესი ფრაგმენტები და ხელოვნების ნიმუშები ევროპიდან, ეგვიპტიდან, სირიიდან და ხმელთაშუა ზღვის სხვა რეგიონებიდან. მაგრამ გარიმას სახარების ნამდვილი მნიშვნელობა იმაშია, რომ მან აჩვენა, აფრიკასაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ქრისტიანობის გავრცელებასა და განვითარებაში ძველ დროში. ეს დასტურია იმისა, რომ უძველესი ქრისტიანული მწერლობა და ხელოვნება მხოლოდ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში არ განვითარდა. არსებობს რელიგიური ტრადიციაც წიგნების წარმოშობის შესახებ. ბერების ამბავის მიხედვით თითქოს წმინდა აბაგარიმამ სახარება მხოლოდ ერთ დროში დაწერა. ამბობენ, რომ მზის ჩასვლა შეჩერდა, რათა მან თავის საქმე დაესრულებინა. ეს ამბავი მნიშვნელოვანია როგორც მონასტრის რწმენისა და ტრადიციის ნაწილი, მაგრამ ეს მეცნიერებით ვერ დამტკიცდება. რადიოკარბონული დათარიღება მხოლოდ იმას გვიჩვენებს, როდის შეიძლება იყოს დამზადებული პერგამენტი. ის ვერ განსაზღვრავს, ვინ დაწერა იგი, ან რამდენი ხანი მზადდებოდა მთელი ხელნაწერი. არ არის მართალი, რომ მონასტერმა სრულად დამალა ყველა გვერდი მკვლევრებისგან. უკვე იყვნენ ექსპერტები, რომლებმაც ნახეს, შეისწავლეს, აღადგინეს და მცირე ნიმუშებიც აიღეს წიგნებიდან. თუმცა, მას მაინც კაცრად იცავენ, რადგან ძალიან ძველია, ადვილად ზიანდება და ბერებისთვის წმინდა საგნად ითვლება. ეთიოპიაშიც მხოლოდ ძველი წიგნები არ აჩენს კითხვებს წარსულთან დაკავშირებით. ადის-აბებას სამხრეთით აქ მდებარეობს არქეოლოგიური ადგილი ტიაკი. აქვე ჩანს მაღალი ქვის სვეტები, რომლებიც ვერტიკალურადაა მიწაში ჩადგმული. ამაც სტელებს უწოდებენ. იუნესკოს მიხედვით მთავარი ნაწილის ტერიტორიაზე 36 მონუმენტია. მათგან 32-ზე ამოტვიფრულია სიმბოლოები. ზოგი მათგანი მახვილის, წრის, ხაზის და ადამიანის სხეულის ფორმისა. მაგრამ დღემდე ზუსტად არ არის ცნობილი ამ სიმბოლოების სრული მნიშვნელობა. თუმცა არქეოლოგების თქმით, გათხრებმა აჩვენა, რომ ეს ადგილი მართლაც ძველი სასაფლაოს ნაწილია. ქვები სავარაუდოდ ნიშნებს წარმოადგენდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქვების ქვეშ ან ახლოს იყვნენ დაკრძალულნი. იუნესკოს თქმით, სტელები აღმართულია დაახლოებით მე-10 საუკუნიდან მე-15 საუკუნემდე პერიოდში. ასევე ადგილზე აღმოჩენილია სამარხებიც, შესაძლოა მახვილის ნახატები დაკავშირებულია სიმამაცესთან, მეომრობასთან ან გარდაცვლილი სტატუსთან. თუმცა ეს მხოლოდ თეორია. არ არსებობს შემორჩენილი წერილობითი ახსნა იმ ადამიანებისგან, ვინც მონუმენტი შექმნა. ამიტომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, თითოეული კვეთის მნიშვნელობა არის თუ არა სახელი, წოდება, ჯგუფი, რელიგიური სიმბოლო თუ ცხოვრების ისტორია. ასევე არ დასტურდება, რომ აქ დაკრძალული ყველა ადამიანი ერთ დიდ ომში დაიღუპა. არსებობს მტკიცებულება ზოგიერთი ნეშტის ჭრილობებზე, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმის სათქმელად, რომ მთელი არმია ან დაკარგული მებრძოლი ცივილიზაცია დაკრძალული ამ ადგილს. უფრო უსაფრთხოა თქვათ, რომ ეს მნიშვნელოვანი სასაფლაოა ადგილობრივი საზოგადოებისათვის, რომელსაც თავისი უნიკალური გზა ჰქონდა გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად. ასევე არსებობს ისტორიები, რომლებიც ამ ქვებს აჰმად იბნ იბრაჰიმ ალ-ღაზის უკავშირებს. 16 საუკუნის სამხედრო ლიდერი, რომელიც ადგილობრივ ტრადიციებში ცნობილია როგორც გრაგნი, თუმცა
ბრტელების უმეტესობა უფრო ძველია ვიდრე მისი ეპოქა. ამიტომ არც ის და არც მისი არმია არ არიან ტიახის მთავარი მონუმენტის შემქმნელები. ყველაზე დიდი საიდუმლო არ არის ის, იყო თუ არა ზებუნებრივი ძალა ამ ქვების აღმშენებელი. კითხვა ისაა, რომელი საზოგადოება იყო ამის შემქმნელი? როგორ კითხულობდნენ ისინი სიმბოლოებს და რატომ გაქრა მათი ახსნა ისტორიიდან? ყველა ცივილიზაცია არტოვებს წიგნებს, მეფის სახელს ან ვრცელ წერილობით ჩანაწერებს. ხანდახან მხოლოდ ქვა რჩება. და როცა ქრებაა, ემელიც საჭიროა სიმბოლოების წასაკითხად, მაშინაც კი როცა მესიჯი აშკარად ჩანს, ჩვენ ვეღარ ვიგებთ მის მნიშვნელობას. აი რატომ არის მნიშვნელოვანი გარიმა, სახარებები და თიახი? პირველი გვიჩვენებს, რომ ეთიოპიის ქრისტიანული ისტორია უფრო ღრმა და ძველია, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში გვეგონა. მეორეთი გვახსენებს, რომ აფრიკაში არსებობდა თემები, რომლებმაც საკუთარი მონუმენტები და სიმბოლოები შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ მათი სახელები აღარ ვიცით. ამასთან ერთად ეთიოპიის აღმოსავლეთ ნაწილში არსებობს ერთი ძველი ქალაქი, რომელიც თანამედროვე არქეოლოგიისთვის დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი იყო. მას ჰარლა ეწოდება. სანამ მასშტაბური გათხრები დაიწყებოდა, ხოდ ადგილობრივებს იცოდნენ ეს ადგილი როგორც ადგილი, სადაც დიდი კედლები და ქვებია. ამბობდნენ, რომ გიგანტებმა აშენეს ეს, რადგან ზოგიერთი ქვა ძალიან დიდია. მაგრამ როდესაც ეს ადგილი ექსეტერის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა შეისწავლეს, არ არსებობს მტკიცებულება, რომ იქ გიგანტების მოდგმა ცხოვრობდა. მათი აღმოჩენა უფრო რეალისტური იყო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი. ჰარლა ადრე დიდი ისლამური დასახლება და სავაჭრო ცენტრი იყო, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილთან იყო დაკავშირებული. აქ აღმოაჩინეს ძველი მეჩეთი, ისლამური სამარხები, მინა, ძივები, შემოტანილი ნიჟარები და ჩინეთიდან ჩამოტანილი კერამიკის ნამსხევები, იემენი, მადაგასკარი და მალდივები. ეს აჩვენებს, რომ აღმოსავლეთ ეთიოპია შუა საუკუნეებში იზოლირებული არ ყოფილა. ის იყო დიდი სავაჭრო ქსელის ნაწილი, რომელიც აფრიკას, არაბეთსა და ინდოეთის ოკეანეს აერთებდა. და აზიას. ეს პროდუქტები შეიძლება მრავალი ვაჭრის ხელში გადადიოდა, სანამ ჰარლამდე მევიდოდა. ამიტომ ეს არ ნიშნავს, რომ ქალაქის თითოეული ვაჭარი პირდაპირ ჩინეთში ან მალდივებზე მიდიოდა. მაგრამ აშკარაა, რომ ისინი დაკავშირებულნი იყვნენ იმ მარშრუტებთან, რომლითაც პროდუქტები შორეული ქვეყნებიდან მოდიოდა. ასევე მნიშვნელოვანია აღმოჩენილი მეჩეთი. ეს აჩვენებს, რომ ადგილზე უკვე ორგანიზებული მუსლიმური საზოგადოება არსებობდა. ეს აჩვენებს, რომ იქ უკვე არსებობდა ორგანიზებული საზოგადოება და დღესაც აქვს მნიშვნელობა. არქიტექტურისა და არტეფაქტების ზოგიერთი ნაწილი დაკავშირებულია აფრიკის რქისა და აღმოსავლეთ აფრიკის სანაპიროს სხვა ისლამურ დასახლებებთან. ეს ნიშნავს, რომ ჰარლა მხოლოდ პატარა სოფელი არ იყო. ეს იყო ადგილი, სადაც ვაჭრები, ხელოსნები, მიწათმოქმედები და რელიგიური საზოგადოება იკრიბებოდნენ. მაგრამ არასწორია იმის თქმა, რომ განზრახ წაშალეს. ჰარლა არ წაშლილა ყველა ისტორიული ციგნიდან, ბევრი უძველესი ქალაქი იკარგება წერილობით ჩანაწერებში, რადგან დოკუმენტები ზიანდება, სავაჭრო მარშრუტები იცვლება, ან ადგილი მიტოვებულია ომის, გვალვის ან ეკონომიკის დაცემის შემდეგ. შესაძლოა ძველ ჩანაწერებში სხვა სახელი იყოს გამოყენებული, ამიტომ ჯერ კიდევ არ არის ზუსტად დადგენილი. თავარი ისაა, რომ გათხრებმა აჩვენა, აღმოსავლეთ ეთიოპიაში არსებობდა აქტიური სავაჭრო საზოგადოება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში სათანადო ყურადღება არ მიექცა. დავიწყებული სავაჭრო ცენტრიდან ახლა გადავიდეთ ეთიოპიის უდიდეს ტბაზე. ეს არის ტბა ტანა, ლურჯი ნილოსის მთავარი წყარო. ტბაში 30-ზე მეტი კუნძულია და მათგან ბევრს ეკლესია ან მონასტერი აქვს. საუკუნეების განმავლობაში შორეული კუნძულები გამოიყენებოდა რელიგიური ხელნაწერების დასაცავად, სამეფო ნივთების, ნახატების და სხვა საგანძურის ომისა და ქურდობისგან დასაცავად. იუნესკოს მიხედვით ტბა ტანა მნიშვნელოვანი ცენტრი იყო ეთიოპიური ქრისტიანობის შენარჩუნებაში. განსაკუთრებით შუა საუკუნეებში მრავალი ძველი ხელნაწერი და რელიგიური საგანძური დამალული იყო მის მონასტრებში. ერთ-ერთი ცნობილი ადგილი აქ არის ტანა ტანაკირკოსი. ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის მიხედვით, ერთ დროს კუნძულზე იყო დამალული აღთქმის კიდობანი. ეს არის წმინდა ყუთი, რომელიც ბიბლიის მიხედვით შეიცავს 10 მცნების დაფებს. ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, იგი ტანაკერკოსზე დარჩა მანამ, სანამ აქსუმში გადაიტანეს. ტანაკირკოსი ნიშნულოვანია მკაფიოდ განვასხვაოთ რწმენა და დამტკიცებული ისტორია. არ არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ კუნძულზე მართლაც იყო აღთქმის კიდობნის ორიგინალი. არც ერთი დამოუკიდებელი მკვლევარი არ უნახავს ან გამოუკლევია რაიმე, რაც დაადასტურებდა, რომ ეს რელიქვია მოსესის დროიდან მოდის. კუნძულზე არის ქვები და ძველი რელიგიური ამ შემშე ისტორიას, რომლებსაც ბერები არკის ისტორიას უკავშირებენ. მაგრამ საკმარისი არ არის ქვებზე არსებული ხვრელები ან ნიშნები იმის დასამტკიცებლად, რომ სწორედ იქ
იყო მოთავსებული წმინდა ყუთი. შესაძლოა ესენი სხვა ძველი ნაგებობის ან რელიგიური აქტივობის ნაწილი იყოს. ამიტომ არკის ისტორია ტანა ქირკოსზე უნდა ჩაითვალოს მნიშვნელოვან რელიგიურ ტრადიციად და არა როგორც დადასტურებულ არქეოლოგიურ აღმოჩენად. ასევე არ არის უჩვეულო, რომ ბერები მკაცრად ზღუდავენ მონასტრის ზოგიერთი ნაწილის მონახულებას. ეს ადგილები წმინდაა და აქვთ საკუთარი რელიგიური წესები. ძველი ხელნაწერები, ქსოვილები, ხე და ლითონის ნივთები ძალიან ტყიფეა. ზედმეტი სინათლე შეხება ტენიანობა და არასწორი შენახვა შეიძლება დააზიანოს ისინი. ზოგიერთი მონასტერი ასევე ზღუდავს, ვინ შეიძლება შევიდეს მათი საზოგადოების ხანგრძლივი ტრადიციის მიხედვით. მათი საგანძურებში ინახება ძველი გვირგვინები, ხელნაწერები, რელიგიური ნივთები და ზოგიერთი ყოფილი ეთიოპიელი მმართველის ნეშტი. ეს ყველაფერი ჯერ სულად შესწავლილი არ არის, რადგან წვდომა შეზღუდულია. კონსერვაციის აღჭურვილობა არასაკმარისია და აუცილებელია ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის პატივისცემა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად რაიმე დამალულია, რაც მთლიანად შეცვლის ისტორიას. უფრო ნათელი მიზეზი არის რწმენის, უსაფრთხოების და უძველესი ნივთების დაცვის შერწყმა. ეს არის ნამდვილი ღირებულება ჰარლაას და ტანატბის მონასტრების. არლა აჩვენებს, რომ ეთიოპია დაკავშირებული იყო ფართო საერთაშორისო ვაჭრობასთან ჯერ კიდევ თანამედროვე ეპოქამდე. ამასობაში ტანატბა აჩვენებს, თუ როგორ დაიცვეს ქვეყნის ისტორიის ნაწილები მრავალი საუკუნის განმავლობაში იზოლირებულმა რელიგიურმა თემებმა. აქ არის ისტორიები, რომლებიც ჯერ კიდევ დაუდასტურებელია, მაგრამ თუ კი გვერდზე გადავდებთ გიგანტებისა და აღთქმის კიდობნის შესახებ ლეგენდებს, ნამდვილი ისტორია მაინც საოცარია. რადგან ეს ადგილი თითქოს შორსაა მსოფლიოს ცენტრიდან. აქ უკვე არსებობდა ქალაქები და მონასტრები, რომლებიც დიდი ხანია დაკავშირებულია აფრიკისა და აზიის რელიგიასთან, ვაჭრობასა და კულტურასთან. თუმცა სამხრეთ ეთიოპიაში კიდევ ერთი დიდი სასაფლაოა, რომელიც სავსეა ქვის მონუმენტებით. მას ტუტუ-ტუტოფელა ეწოდება და მდებარეობს გედეოს რეგიონში. აქ ასობით სტელაა აღრიცხული. სტელა არის ქვის მონუმენტი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება სამარხის ან მნიშვნელოვანი ადგილის აღსანიშნავად. ტუტუ-ტუტოფელას ქვებს ორი ძირითადი ფორმა აქვთ. ზოგიერთი გრძელი და მრგვალია. სხვებს კი მარტივი სახე აქვთ. ორი ნიშანი თვალებისთვის და ერთი ხაზი პირისთვის. ჯერ კიდევ უცნობია, ვინ შექმნა ისინი. თუმცა დათხრების შედეგად აშკარა გახდა, რომ ტუტუ-ტუტოფელა დიდი სასაფლაო იყო, რომელსაც ადამიანები იყენებდნენ. დიდი ხნის განმავლობაში ადგილი კიდევ უფრო გამორჩეული გახდა, მას შემდეგ რაც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ აქ მხოლოდ ერთი პერიოდის დაკრძალვები არ არის ნაპოვნი. ქვემოთ უფრო ძველი სამარხებია, ხოლო ზემოთ ან ადრე არსებულ სასაფლაოში ჩასმულია უფრო ახალი დაკრძალვები. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები მრავალი წლის შემდეგ დაბრუნდნენ ამ ადგილას და კვლავ გამოიყენეს იგი თავიანთი გარდაცვლილების დასაკრძალად. ეს არ ნიშნავს, რომ მათ განზრახ მოიპარეს წინა კულტურის ნაშთები. შესაძლოა შემდგომმა საზოგადოებებმა უბრალოდ წმინდად მიიჩნია ეს ადგილი, შესაძლოა მათ ძველი ქვები თავიანთ წინაპრებთან დააკავშირეს, მიუხედავად იმისა, რომ აღარ იცოდნენ, ვინ ააშენა ისინი პირველად. ბევრ უძველეს საზოგადოებაში ჩვეულებრივი იყო ძველი სასაფლაოების ხელახლა გამოყენება. ადრე არსებული სასაფლაოს არსებობა შეიძლება ადგილს უფრო დიდ მნიშვნელობასა და ღირებულებას ანიჭებდეს. ამიტომ ტუტუ-ტუტოფელას საიდუმლოში მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არიან გარდაცვლილები ერთმანეთზე დასვენებული. ნამდვილი კითხვა ისაა, რამდენმა სხვადასხვა საზოგადოებამ გამოიყენა ეს ადგილი, რამდენი დრო გავიდა მათ შორის და იყო თუ არა სტელების მნიშვნელობა ერთნაირი თითოეული თაობისთვის. ასევე არ არსებობს მტკიცე საფუძველი იმის მტკიცებისთვის, რომ ყველა ამჟამინდელი მცხოვრები მიზანმიმართულად არიდებს თავს ამ ადგილს. რაც ნათელია ისაა, რომ აღარ არსებობს ცოცხალი ტრადიცია, რომელიც სულად განმარტავს, ვინ იყო პირველი, ვინც თითოეული ქვა შექმნა. და რას ნიშნავს ყველა ეს სიმბოლო. სამხრეთის უძველესი სასაფლაოდან ახლა გადავიდეთ ჩრდილოეთ ეთიოპიაში მდებარე მონასტერში, რომელიც თითქმის მიწას არის მოწყვეტილი. ეს არის დებრე-დამოს მონასტერი ტიგრაიში. ის დგას ბრტყელ მთაზე, რომელსაც გარშემო ციცაბო კლდეები აკრავს. ზემოთ ასასვლელად სტუმარმა ბერების მიერ ქვემოთ ჩამოშვებული სქელი თოკით უნდა აცოცდეს. დაახლოებით 15 მეტრია ციცაბო ასასვლელი მონასტერში. მონასტერში შესვლის უფლება მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. ეს არის ამ საზოგადოების რელიგიური წესი, რომელიც დიდი ხანია არსებობს. ეს არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე საიდუმლო აქვთ, რაც ქალებს არ უნდა აჩვენონ. ეს არის მკაცრი მონასტრული ტრადიციის ნაწილი, რომელსაც აქ იცავენ. ამბობენ, რომ დებრე-დამო მე-6 საუკუნეში
დაარსა აბუნა არეგავი. ის იყო ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული 9 წმინდანთაგან. 9 წმინდანი არის ქრისტიანი ბერების ჯგუფი, რომლებიც ეთიოპიური ტრადიციის მიხედვით დაეხმარნენ მონასტრული ცხოვრების, რელიგიური სწავლების გავრცელებასა და ქრისტიანული ტექსტების ეთიოპიაში თარგმნას. დებრედამოს მთავარი ეკლესია მაჰალიკი, ეს არის ერთ-ერთი უძველესი შემორჩენილი ეკლესიის შენობა ეთიოპიაში, რომელიც ინარჩუნებს უძველეს აქსუმის არქიტექტურულ სტილს. კედლები აშენებულია მონაცვლეობით ქვისა და ხის გამოყენებით. გარეთაც ჩანს ხის კოჭების გამოშვერილი ბოლოები, რომლებსაც ზოგჯერ მაიმუნის თავებს უწოდებენ მათი ფორმის გამო. ასევე არასწორია მტკიცება, რომ ეკლესია 1500 წლის განმავლობაში არასდროს შეკეთებულა ან შეცვლილა. ძალიან ძველია მისი ძირითადი დიზაინი, მაგრამ მასზე უკვე ჩატარებულა სარემონტო სამუშაოები და შეკეთებები, რათა კედლები მთლიანად არ ჩამონგრეულიყო. მონასტერში ასევე ინახება ძველი ხელნაწერები და რელიგიური ნივთები. მაგრამ ამბები ჯვარზე, რომელიც პირდაპირ რომიდან ჩამოიტანა აბუნა არეგავიმ, ადგილობრივი რელიგიური ტრადიციის ნაწილია. ჯერ არ ჩატარებულა სამეცნიერო ტესტი, რომელიც დაადასტურებს მის ზუსტ ასაკს და წარმოშობას. ასევე არსებობს ცნობილი ამბავი არეგავის მთაზე ასვლის შესახებ. ტრადიციის მიხედვით მას დიდი გველი დაეხმარა. ზევით ასვლაში მას ანგელოზი იცავდა. ეს არ არის ისტორიული ფაქტი, რომელიც არქეოლოგიამ დაადასტურა, ეს არის რელიგიური ლეგენდა, რომელიც ხსნის თუ როგორ გახდა მთა წმინდა მორწმუნეთათვის. დებრედამოს ნამდვილი ისტორია კიდევ უფრო შთამბეჭდავია. თუნდაც ლეგენდა არ გავითვალისწინოთ. თითქმის 1500 წლის განმავლობაში ის იყო ლოცვის, სწავლებისა და რელიგიური ხელნაწერების გადაწერის ადგილი, სადაც მონასტერში რთული შესვლა ეხმარებოდა მის დაცვას სხვადასხვა ომისგან. ქურდობისა და გარეთ სწრაფი ცვლილებებისგან. თუმცა თანამედროვე ისტორია ასევე აჩვენებს, რომ ეს ადგილი სრულად დაცული არ არის. ტიგრაის ეკლესიები და რელიგიური საზოგადოებებიც დაზარალდნენ რეგიონში მიმდინარე თანამედროვე ბრძოლების შედეგად. ტუტო, ფელა და დებრედამო ერთმანეთსგან განსხვავდება. პირველი არის იმ საზოგადოებების დასაფლაო, რომელთა შესახებაც ჩვენ სულად არ ვიცით. მეორე კი მოქმედი მონასტერია, რომელიც დრემდე გამოიყენება. მაგრამ ორივე აჩვენებს, თუ რამდენი ნაწილი ეთიოპიის ისტორიისა არ ჩანს სასახლეებში ან თანამედროვე ქალაქებში. ზოგიერთი მათგანი დამალულია ქვის საფლავების ქვეშ. სხვა ნაწილი კი მთის წვერზეა, სადაც მხოლოდ თოკით შეიძლება ასვლა. ამასთანავე დებრედამოს მონასტერში ბერებმა ძველი ხელნაწერები და რელიგიური ნივთები ძალიან ფრთხილად შეინახეს. გარედან მოსულთათვის ცდომა შეზღუდულია, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ საიდუმლო ისტორია დამალული. ხელნაწერები ძალიან ძველია და მყიფე, ისინიც მონასტრის წმინდა საფუძრებად ითვლება. ამიტომ ისინი უბრალოდ არავის აძლევენ ხელში, მათ ფოტოებს არ უღებენ და არ გამოაქვთ შესასწავლად. რადგან მონასტერში ასასვლად თავარი გზა მხოლოდ თოკია, მონაზვნებს მარტივად შეუძლიათ გააკონტროლონ ვინ შეიძლება შევიდეს. ეხლა კი მთის წვერზე მდებარე მონასტრიდან გადავიდეთ მიწის ქვეშ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ეთიოპიაში, ბეილის ზონაში მდებარეობს სოფ ომარის მღვიმეები. ეს ეთიოპიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გრძელი მღვიმეების სისტემა. მღვიმეები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში წარმოიქმნა, როცა მდინარე მიედინებოდა კილქვაში. ნელ-ნელა წყალმა გაადნო და გამოკვეთა ქვა, სანამ არ შექმნა დიდი გვირაბები და დარბაზები. თაღები და სვეტები. როცა მღვიმის მთავარ ნაწილში შედიხარ, თითქოს უზარმაზარ ტაძარში ხარ. არის მაღალი კირქვის სვეტები, დიდი თაღები და ბნელი გასასვლელები. თითქოს ყველაფერი არქიტექტურულ გეგმაზეა აგებული. მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივი პროცესების შედეგად შეიქმნა. არ არსებობს მტკიცებულება, რომ მთავარი მღვიმე უცნობმა ცივილიზაციამ გამოკვეთა. სოფ ომარი ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ეს წმინდა ადგილია. ადგილობრივი ისლამური ტრადიციის მიხედვით აქ ცხოვრობდა შეიხი სოფ ომარი, მუსლიმი წმინდა კაცი, რომელსაც ამ რეგიონში დიდ პატივს სცემენ. ამიტომ მღვიმე დიდი ხანია მუსლიმებისა და ორომოს თემის ზოგიერთი წევრისთვის სალოცავ და მომლოცველობის ადგილად გამოიყენება. მღვიმის ყველა ნაწილი არ არის ღია ჩვეულებრივი ტურისტებისთვის. ზოგი გვირაბი ძალიან ბნელია, ვიწრო, სრიალა ან რთულად მისადგომი. არსებობს წყალდიდობის, ქვების ჩამოცვენის, მიმართულების დაკარგვისა და ზოგიერთ ნაწილში ჰაერის ნაკლებობის საფრთხეც. ამიტომ საჭიროა გამოცდილი გიდი და შესაბამისი აღჭურვილობა, რომ უსაფრთხოდ შევიდეთ. ასევე არ არსებობს სანდო არქეოლოგიური ანგარიში, რომელიც ადასტურებს მტკიცებას, თითქოს მღვიმეში საიდუმლო ოთახებია. ხელოვნურად გაფართოებული გვირაბი ან ნიშანი, რომელსაც ბუნებრივი პროცესები ვერ ხსნის.
ერთი მკვლევარის ან ადგილობრივი გიდის ამბავი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ღვიმეში უცნობი სტრუქტურის არსებობა გამოცხადდეს. ჯერ საჭიროა მისი გაზომვა, გადაიღოს მკაფიო ფოტოები და შეისწავლონ კვალიფიციურმა გეოლოგებმა და არქეოლოგებმა. ამიტომ სოფ ომარის დახურული ნაწილები არ უნდა ეწოდოს მაშინვე მთავრობის საიდუმლო. უფრო სავარაუდოა, რომ შესვლა შეზღუდულია, იმიტომ რომ საშიშია და არ არის სათანადოდ მოწყობილი სტუმრებისთვის. და თუ კი კონსპირაციაც არ არსებობს, ნამდვილი სოფ ომარი მაინც საოცარია. ეს არის უზარმაზარი ბუნებრივი სტრუქტურა, რომელიც ასევე გახდა რწმენისა და კულტურის ნაწილი იმ ხალხისთვის, ვინც მის გარშემო ცხოვრობს. ეხლა გადავიდეთ ბოლო ადგილას, მიცა, რომელიც თითქოს სხვა პლანეტაზეა. ეს არის დანაკილის დეპრესია ჩრდილო-აღმოსავლეთ ეთიოპიაში. ეს არის აფარის რეგიონის ნაწილი, ახლოს ერიტრეასა და ჯიბუტისთან. დანაკილი ერთ-ერთი ყველაზე ცხელი, ყველაზე დაბალი და ყველაზე აქტიური გეოლოგიური ზონაა მსოფლიოში. აქ იკვეთება სამი ტექტონიკური სისტემის ნაწილი: არაბეთის ფილა, ნუბიის ფილა და სომალის ფილა. ტექტონიკური ფილა არის დედამიწის მყარი გარე ფენის ძალიან დიდი ნაწილი. დანაწილში ეს ფილები ნელ-ნელა შორდებიან ერთმანეთს. როცა მიწა იბზარება, ქვემოდან ამოდის სითბო და მაგმა. ამის გამო აქ მრავალი რღვევა, მიწის ძვრა, ცხელი წყაროები და ვულკანებია რეგიონში. დანაკილი აფარის რეგიონში აქტიური ქერქის გაფართოების სისტემის ნაწილია. ხშირად ამბობენ, რომ აქ ახალი ოკეანე იბადება. ეს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ძალიან შორეულ მომავალში მოხდება. თუ მიწის გაყოფა გაგრძელდება მილიონობით წლის განმავლობაში, შესაძლოა რეგიონი საბოლოოდ ჩაიძიროს და წითელი ზღვის წყალი შეაღწიოს აქ. ამჟამად კი ეს ჯერ კიდევ მშრალი მიწაა და ზოგიერთი ნანაწილი ზღვის დონიდან 100 მეტრზე მეტად დაბლა მდებარეობს. დანაკილის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია დალოლის ჰიდროთერმული ველი. აქ ნახავთ მკვეთრ, ყვითელ, ნარინჯისფერ, მწვანე და თეთრ ლანდშაფტს. ეს ფერები გოგირდისგან მოდის. მარილი და სხვა მინერალები, რომლებიც მიწისქვეშიდან ამოსულ ცხელ და მჟავე წყალს გამოაქვს. აქ არის აუზები, რომლებიც ძალიან ცხელია, ძალიან მარილიანი და ძალიან მჟავე. რადგან ეს მძიმე პირობები ერთდროულადაა, დალოლის ზოგიერთ ნაწილში შეიძლება იმდენად მკაცრი პირობებია, რომ იქ ვერც მრავალი მიკროორგანიზმი ვერ იცხოვრობს. არსებობს სამეცნიერო კვლევები, რომლებმაც აღმოაჩინეს მიკროსკოპული სიცოცხლე რეგიონის ზოგიერთ ექსტრემალურ გარემოში. მაგრამ არსებობს სხვა კვლევებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ზოგიერთი აუზი შეიძლება სიცოცხლის ნორმალურ ზღვარს სწებოდეს. ეს აჩვენებს, რომ სიცოცხლის არსებობისთვის მხოლოდ წყლის არსებობა საკმარისი არ არის. საჭიროა ასევე სწორი ტემპერატურა, მჟავიანობა, მარილიანობა და სხვა ქიმიური პირობები. ამიტომ მეცნიერები იყენებენ დალოლს როგორც მაგალითს იმის შესასწავლად, თუ რა ტიპის ადგილი შეიძლება იყოს მარსზე, ან სხვა პლანეტაზე სიცოცხლისთვის შესაფერისი. იგივე რეგიონში მდებარეობს ერტა-ალე, ეთიოპიის ერთ-ერთი აქტიური ვულკანი. იგი ცნობილია ლავის ტბით, რომელიც კრატერის შიგნით შეიძლება ნახოთ, მაგრამ ეს ყოველთვის ერთნაირი არ არის. შეიძლება აიწიოს, დაიწიოს, დაიფაროს. ან დროებით გაქრეს ხილული ლავა, ვულკანის ქვეშ მაგმის მოძრაობის მიხედვით. ძლიერი სიცხის მიუხედავად, აფარის ხალხი ამ რეგიონში დიდი ხანია ცხოვრობს. მათი ტრადიციული საარსებო წყაროებიდან ერთ-ერთია მარილის მოპოვება. ისინი მიწიდან ამოჭრიან მყარ მარილის ფილებს და აკლემების ქარავნის საშუალებით გადააქვთ. ცხოვრება აქ ძალიან რთულია. წყალი ცოტაა, ტემპერატურა ძალიან მაღალია და თუ უბედური შემთხვევაა გადაუდებელი მდგომარეობა, დახმარება შორსა. არსებობს საფრთხე ვულკანური აირებისგან და მიწის პირობების მოულოდნელი ცვლილებისგანაც. ზოგჯერ მოგზაურობა სახიფათო ხდება შეიარაღებული ჯგუფებისა და უსაფრთხოების პრობლემების გამო, რომლებიც საზღვართან ახლოს არიან. ამიტომ ერთი ტური საჭიროებს ნებართვას, ადგილობრივ გიდს და უსაფრთხოების ესკორტს. მაგრამ არ არსებობს მტკიცებულება, რომ დანაკილის დახურულ ნაწილებში საიდუმლო სამთავრობო შენობები ან უცნობი სტრუქტურებია. ასევე არ არის მართალი, რომ საშიში აირი მთელ რეგიონში ერთნაირადაა გავრცელებული. აირის რაოდენობა იცვლება ვულკანური ღიობის მდებარეობის მიხედვით. ხარის მიმართულება, სიცხე და მიწისქვეშა წყლის მოძრაობა. შეიძლება ადგილი ახლა უსაფრთხო იყოს, მაგრამ რამდენიმე საათში საშიში გახდეს. ამიტომ გეოლოგია, კრიტიკული კლიმატი და უსაფრთხოების რისკები საკმარისი მიზეზებია, რომ ტურისტებს ზოგიერთ ადგილას არ უშვებენ. არ არის საჭირო შეთქმულება, რომ ეთიოპია განსაკუთრებული იყოს. იქ არის გარიმას სახარებები, რომელიც ეთიოპიაში ერთ-ერთი უძველესი შემორჩენილი ილუსტრირებული ქრისტიანული ხელნაწერია. იქ არის თია და ტუთოფელა, სადაც დგანან ქვის მონუმენტები იმ საზოგადოებების, რომლებიც ჩვენ სულად აღარ ვიცით. იქ არის ჰარლა, ყოფილი სავაჭრო ცენტრი, რომელიც აფრიკას, არაბეთს უკავშირდებოდა და აზიას. იქ არის ტანა-ტბის მონასტრები და დებრე-დამო, სადაც ეთიოპიური მართლმადიდებელი ტრადიციის მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე ინახება. და იქ არის სოფ ომარი და დანაკილი, ადგილები, რომლებიც წყალმა და ქვამ ჩამოაყალიბა, სიცხემ და თვითონ პლანეტის მოძრაობა.
ბევრ კითხვას ჯერ კიდევ არ აქვს სული პასუხი, მაგრამ პასუხის არარსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ რაღაცა განზრახ არის დამალული. ზოგჯერ ძველი წერილობით ჩანაწერები უბრალოდ დაიკარგა, ზოგჯერ რაღაცები ძალიან მყიფე და წმინდა, ამიტომ ცდომა შეზღუდულია და ზოგჯერ ადგილი იმდენად სახიფათოა, რომ უბრალოდ ვერ შეხვალ. ეს არის ეთიოპიის ნამდვილი საიდუმლოება. არა იმიტომ, რომ ჩუმად მალავს მთელი მსოფლიოს ისტორიას, არამედ იმიტომ, რომ მისი ისტორია ძალიან ძველია და ძალიან ვრცელია. ამიტომაც ბევრი ნაწილი ჯერ კიდევ სულად არ არის წაკითხული, გამოთხრილი და გაგებული დღემდე.